მეორე მსოფლიო ომის დროს პლაკატი იყო ირაკლი თოიძის ნახატი, ცნობილი პლაკატი რა, ძალიან ცნობილი. როჯინა მატზავიოთ დახატული ქალესა ხელი და ხიშტები. ეს პლაკატი ძალიან პოპულარული იყო. როჯინა მატ აქ რო არის რა, დედა სამშობლო. ხო, და ჩვენც რო ვიძახით დედა მიწა, დედა სამშობლო ჩვენც, ხო? ვიძახით. რუსებსაც ჰქონდათ როჯინა მატზავიოთ ცნობილი პლაკატი ამოიღეთ, ნახეთ, ირაკლი თოიძე, მოსე თოიძის შვილი იყო ესა და ძალიან ესეთი ვეფხისტყაოსნის ილუსტრირებაც ეკუთვნის ამას. კონკურსი რო იყო გამოცხადებული ქართველი მხატვრების ერთ-ერთი კიდე ირაკლი თოიძე არის, ასევე სერგო ქობულაძე და აბაკელია და ასე შემდეგ, ხო? და უნგრელი ზეჩმაც და სურათა რო იცოდეთ ეგ ილუსტრაციები. მოკლედ, რაც ხდება უკრაინაში, თუ ამას სწორი ანალიზი არ მივეცით და ვიღაცა მხარე არ დავადანაშაულეთ, არაფერი არ გამოვა, ხო ისე? ამიტომ დასავლეთ რომ პირი შეკრა ახლა და აიჩემა და რუსეთი ბოროტება ამ სოფლიოში დედამიწაზე მარტო რუსეთი არის ბოროტება. მე ყველა შეიკარას ამ ბოროტების წინააღმდეგ 192 ქვეყანაა და რა უნდა ამის მოხშტობას. არ იზიარებს ყველა ხო ამას რომ ეს რუსეთი ბოროტება. რაღაცა გავერთიანდეთ ერთ საკითხში, გავერთიანდეთ. თუ რუსეთი როგორც სახელმწიფო ბოროტება ამ სოფლიოსთვის, სოფლიო რატო ესე პასიური? ამოუდგეთ უკრაინას მხარში თუ რაღაცა ავახალისეთ. არა, აი ევროპაც აღარ იკურება. ნახე, ევროპა ახლა რამოდენიმე ქვეყანა ვარი თქვა. უნგრეთმა ეგრევე ვარი თქვა რა. დახმარებას და ყველაფერზე. მე იქ ხო იცი ისეთი კონსტიტუცია, ევრო კონსტიტუცია, თუ ერთი სახელმწიფო არის წინააღმდეგი, ზავაში არ შედის კანონი. და არა მარტო უნგრეთი, იტალიამაც სავს იკავებს, მარტო საფრანგეთი და ბრიტანეთი არის, ვთქვათ, იმ აზრზე, რომ უკრაინას ფარში ამოუდგნენ. თუმცა ჯარს არავინ არ აგზავნის. აი ეს როდემდე იქნება ეს, აი ეს რაღაცა გაუგებრობა. თუ ბოროტებას ვებრძვით, რატომ ვართ ასე პასიური? აი სოფლიოს რო ტრიბუნიდან დავძახოთ, თუ ბოროტებას ვებრძვით რუსეთის სახით. ამ ბოროტებას ეს ერთიერი რატო შევახოცეთ? გერმანია როგორც იცნო ყველამ თავის დროზე მეორე მსოფლიო ომის ბოროტებად მთელი მსოფლიო გაერთიანდა. თითქმის ყველა. ხო ძლიერი ქვეყანები, ხო რუსეთს გვერდზე დაუდგა. ამერიკა, კანადა, მსოფლიო გაერთიანება, ხო მეორე ფრონტი გაიხსნა, შეუტიეს ყველა მხრიდან. და უკვე ახლა მომწყდეული გიტლერმა ფარხმალი დაყარა და გერმანელების გადაუდგნენ. აბატონო, მსოფლიომ დაამარცხა საშინელი ბოროტება, ფაშიზმი და პირველი სიტყვა აქ რუსებს ეკუთვნოდათ, მერე გაერთიანებას, ამერიკას, კანადას და ყველა დანარჩენს. და იმ ხალხსაც, ვინც დამონებული ყავდა გერმანიას. აბატონო, ბოროტება მსოფლიომ დაამარცხა, მარტო ერთს არ დაუმარცხებია. აი ახლა თუ ბოროტება რუსებია, გერმანიის ადგილზე ჩავსვათ რუსები. პასიურები რატო ვართ მეთქი? შეგიძლიათ მითხრათ? აი ამერიკაც პასიურია. არ არის ეს დახმარება, რაც გააკეთა ამერიკამ რა, ჩემი აზრი ესე, ფულის დახმარება არ არის დახმარება. იარაღის დახმარებაც არ არის დახმარება, ტექნოლოგიები. არა, ყველანაირად უნდა შეუტიოთ. მედია ომიც გავაჩაღოთ, ხო, საერთოდ გავწყდოთ დიპლომატიური კავშირი, ხო, აუჟანყოთ ყველა და ყველაფერი. კიდევ ვიმეორებ, აი ლოგიკურად შეიძლება. არის რუსეთი ბოროტება? რატო არ ერთიანდება მსოფლიო? ამბარა ჩინეთიც უნდა გაერთიანდეს ამასთან, ირანიც უნდა გაერთიანდეს, ინდოეთიც, ევროპა, მთელი ევროპა, ამერიკა, კანადა. ეხლა მითხარით, ვინ გაერთიანებული არის ყველა ესენი? ვინ საით მიდის კაცმა არ იცის? და საბოლოო ჯამში უკრაინა ხო მარტო დატოვეს. აი ახლა ხო მარტო უკრაინა ომობს და მის უკან გულშემატკივრები არის სოფლიო. ესე იგი გულშემატკივრებს სოფლიო უკრაინას და ახოცინებს რუსებს უკრაინელებს. ფაქტურად რუსები წყვდება ცოტა, მაგრამ ზარალდება უკრაინა როგორც სახელმწიფო. და ამას გულგრილად რატო უყურებს მსოფლიო ის ვერ გავიგე რა. ამიტომ არის ესეთი იმით რა, ამას ვერ ახსენით რა პოლიტოლოგიების ენაზე და გახურებებია. მარტივად წდება საკითხი. ბოროტება რუსეთი და შეუტიოთ. არ გინდათ რა წაჯექი, უკუჯექი, გვერდზე გადაჯექი, აქით გადმოჯექი. ევროპაც რო არ არის გაერთიანებული, ეს არის სასაცილო რა. ახლა კაი ამერიკა არ ეხმარება. მე ამერიკაზეა დამოკიდებული. მთელი ევროპა 27 ქვეყანა გაერთიანებული. რატომ არ არის შეკრული და მომენტალურად დამთავრდეს ეს ომი, როცა ამ ხელა მსოფლიო დაუპირისპირდება რუსებს. მართლა გიჟები ხო არ არიან რუსები, როცა დაინახავს რომ მსოფლიო უპირისპირდება, ფარხმალს დაყრის. გიტლერმა ხო დაყარა ფარხმალი, როცა მარტო რუსებს ებრძოდა, ფარხმალი არ ქონდა დაყრილი. და უკვე თან კოალიცია რო შეიქმნა ნელ-ნელა მეორე ფრონტი უკვე გატყდა წელში რა. უკვე ხარს აღარავინ აღარ გიჭერს და ინერციით ვინც მაგასთან იყო უბედურება დაიტეხა იაპონიამ. დაიტეხა უბედურება, ბომბები დააყარეს თავზე, ხო? დარჩა მარტო უკრაინა, დარბის ზელენსკი და ღრიტინობს, გისაგავს ნახევრად, საღრიტინოთ დარბის ეგა, არ მიმატოვოთ, დამეხმარეთ და არის ახლა
პირობები. იცი რა არის? მე შემომიშვი, მე მინერალებს ამოვიღებ, ამას ამოვიღებ. ახლა რა პირობებს მიყენებ, მე ვერ გავიგე. ჯერ ომი მაქვს ქვეყანაში და შენ ახლა მინერალებს ამთხოვ? საუბრის პროცესში მე მხარე არა ვარ. საერთოდ დედამიწაზე მხარე როგორ უნდა ვიყო, ეს უნდა დაიწვეს და მე მხარე ვარ, ქრისტე მოვიდა, გითხრა, მჯერა და დამთავრდა. ახალი ცათა, ახალი დედამიწა არის მომავალში ჩვენი ნავსაყუდელი გამოხსნილი ადამიანებისა. რა მხარე უნდა ვიყო აქ სისულელი ესა? და საუბრობთ მიუკორძოებლად. აი რატო არ ეხმარებიან უკრაინას ახლა, აი რატო? რატო მიატოვეს?